ვალდებულების შემთხვევაში ხელშეკრულებები გარკვეულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ნახავთ და ბევრმა თქვენთაგან ალბათ ეს ინფორმაცია ისედაც ინვესტიცია დაეხმარებოდა რეგიონს ეს შემთხვევაში ძალიან ხელმისაწვდომელი იყო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამ კიდევაც ეთესებოდა ხოლმე ინფორმაცია იყო სანდო, იყო ზუსტი, სარწმუნო სამსახად აკმაყოფილებდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემსყიდველი კომპანიების მხრიდან არასტაბილურ ფინანსურ გარანტიებს და სწორედ ამით იყო განპირობებული რომ რიგ შემთხვევაში კომპანია რომელიც ერთადერთ შეიძენდა ქონება შემდგომში ასხვისებდა ის სხვა კომპანიას და ის შემოდიოდა როგორც ვალდებულების შემსრულებელი მხარე. ასე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელშეკრულებები რომელსაც აფორმებდა ავტონომიური რესპუბლიკა ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულ კომპანიებთან არ მოიცავდა სათანადო კონტროლის მექანიზმებს და ხშირ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკა ენდობოდა მხოლოდ წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებით გადამოწმება იქ კონკრეტული შესრულებული ვალდებულების არ ხდებოდა. გვაინტერესებდა რამდენად იქნა მიღწეული შედეგი, ის ეფექტი, რის გამოც ეს ქონება გაიყიდა, ასევე იყო თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა დაცული, რომელიც წინ უძღოდა ხელშეკრულების გაფორმებას. სრულ განკარგული იქნა 36 ქონება, ამათგან მხოლოდ 6 შემთხვევაში იქნა შედეგი მიღწეული. დანარჩენ კონკრეტულ შემთხვევებში ან ხელშეკრულება შეწყდა, ან მყიდველებთა ვალდებულების შესრულების ვადები გადაეწია.